მოგესალმები, ჩემო ძვირფასო დღიურო. ბავშვობაში ასე ვიწყებდი ხოლმე ჩემს დღიურში წერას. ყოველ დღე, თითქმის ყოველ დღე იყო გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც შეიძლებოდა რომ არაფერი არ დამეწერა. ეს გამონაკლისი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო მაგალითად თუ რაიმე ისეთი ცუდი მოხდა, ძალიან ცუდი, კონკრეტული რაღაცა ისეთი, ან ვიჩხუბე, ან ვიღაცა მიჩხუბა ჩემს ირგვლივ, რაღაცა ისეთი თუ მოხდა, რადგან დღიურში არ ვწერდი ხოლმე რაიმე მოვლენას, რაც მოხდა. ყოველთვის იწერებოდა დღიურში ჩემი ემოციები და რას განვიცდიდი და როგორი ფიქრები და აზრები მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ არ დამეწერა კონკრეტულად რა მოხდა. ამაზე ვფიქრობდი დღეს, რადგან ჩემი ცხოვრების გზაზე ძალიან ხშირად მიწევს ასეთი რამე. ეტყობა ეს ბავშვობიდან მაქვს. არ ვიცი რა დავარქვა ამას. მე ვფიქრობ, ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ გაფრთხილება და ასევე პატივი ვცე მაგალითად იმას, რომ სხვა ადამიანი შეიძლება არ უნდა რომ დაწეროს დღიური, სადაც მოყვება თავის ამბავს და მე რომ მოყვე სხვისი ამბავი, ანუ ის რაც მარტო მე არ მეხება და სხვასაც ეხება ჩემს დღიურში, რაღაცა ისე და მე მინდოდა ყოველთვის რომ ყოფილიყავი ჩემს თავთან მართალი, თორემ ჩემს დღიურს არავინ არ კითხულობდა. უბრალოდ ყოველთვის მეგონა რომ ჩემი თავი მარტო მე არ ვარ, ანუ ვარ ჩემში არის ის ადამიანი, ვინც ესე წინ მიდგას, როცა მარტო ვარ, მაშინაც ნებისმიერ რამეს, როცა ვფიქრობ, ვაკეთებ, ყოველთვის ის მიყურებს. ესეთი გრძნობა მაქვს, როცა ვსაუბრობ, ის მისმენს, ანუ საკუთარი თავი ყოველთვის მიყურებს და მისმენს. ასე ვუყურებ ხოლმე ჩემს ცხოვრებას და ეს განსაზღვრავს ზოგიერთ ჩემს გამოხატულებას და როდესაც რაიმე არ ექვემდებარება მაგალითად ჩემს კონტროლს და რა თქმა უნდა თვითკონტროლი ეს ალბათ სწორედ თავისუფლებასთან დაკავშირებული რაღაცა არის, იმიტომ რომ ვფიქრობ თავისუფლება მაშინ არ არსებობს, როდესაც არ შეგიძლია შენი თავი დაიქვემდებარო, შენს თავს უკარ ნახო, როგორ უნდა მოიქცეს, რა არის მისთვის უკეთესი, რა არის ყველასთვის ამ სამყაროში სიკეთე. როგორ თქვა, არ ვიცი, როგორ დავანამცეცო და როგორ ვაქციო ეს პატარა-პატარა ნაწილაკებად, რომ ერთი რაღაცა წრე შევკრა, რაც ასე ვთქვათ, გამამხნევებს მე, რომ იქნებ სწორი იყოს ჩემი ესეთი ხედვა, ჩემი ესეთი დამოკიდებულება საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მიმართ. არის რა თქმა უნდა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვერ ვფლობ ჩემს თავს და ზედმეტი რაღაცა გრძნობები ფარავს, ასე ვთქვათ, ჩემს აზრებს, ფარავს ჩემს ამ თავისუფლებას თითქოს მოაქცევს თავის კლანჭებში და ალბათ ეს არის იმისთვის, რომ მივიღო გამოცდილება, ვისწავლო განსხვავება, როგორია ასე ყოფნა და როგორია ესე ყოფნა, თუმცა ეს არის ძალიან რთული პროცესი და რთული არის გაჩერდე ერთ მომენტში და ვფიქრობ, რომ ხანდახან მაქვს ესეთი შეცდომები, მაგრამ მაინც მოვახერხე ასე თუ ისე, რომ ის ჩემი საკუთარი თავი, რომელიც სულ მიყურებს და მისმენს, რას ვამბობ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ, იმასაც კი გრძნობს. აი ის მაინც არ მოვიწყდება და ის რასაც ეძახიან სინდის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი თავი. ადამიანს თუ სინდისი არ აქვს, მე მგონია, რომ მას თავისი თავი არ ყავს, უბრალოდ ესე არსებობს ფიზიკურად და მექანიკურად ცხოვრობს, მაგრამ როცა საერთოდ არ ფიქრობს და
არ აკვირდება თავის თავს, თავის ფიქრებს, თავის ცხოვრებას და ესე დინებას მიყვება, ხომ, რასაც ეძახიან ახლა ძილში არის რომ ამბობენ ადამიანი სცინავს და ისე ცხოვრობსო. არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი კონკრეტულად რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, მაგრამ ჩემს თავზე ვიტყვი იმას, რომ განსხვავებას ვხედავ. ეს განსხვავება არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული არის შენში და რაღაც შენს დიდებულებას გრძნობ, არამედ იმიტომ, რომ ვერ პოულობ ადგილს. ვერ პოულობ ადგილს კონკრეტულ გარემოში, ვერ პოულობ ადგილს იქ, ვერ პოულობ ადგილს იქ და უკვე ხვდები, რომ რაღაცნაირად შენ არ ახარ ესეთი, შენ ძალიან კეთილგანწყობილი ხარ, ძალიან ნოდომებულიც კი ხარ მიუხედავად უამრავი პრობლემისა და აბკოლებისა, თითქოს აი სპეციალურად რაღაცეები ეწყობა ისე, რომ შენ დანებდე, მაგრამ იმდენად ოპტიმისტი ხარ და მაინც თითქოს ეს სამყარო გესაუბრება, გაგრძნობინებს პირდაპირ რაღაცა მოვლენა მოხდება ისეთი კონკრეტული, რომ დაგარტყამს იქ, სადაც უცებ გაჩერებს და უყურებ შენ თავს. უყურებ შენ თავს და ხედავ შენი თავის მარტო დღევანდელ ვერსიას არა, იმას რომელიც იყავი 5 წლის წინ, იყავი 10 წლის წინ, თითქოს რაღაცა კადრები იშლება და ხედავ რომელიღაც კონკრეტულ დღეს ბავშვობისას, რომელიც დაგამახსოვრდა. აი მაგალითად მე მაქვს ესეთი ნათელი მოგონება, როცა ვიყავ სოფელში რომ ცხოვრობდი, პირველი კლასიდან მესამე კლასის ჩათვლით ვიცხოვრე იქ 9 წლამდე და მერე ჩამოვედი თბილისში. და იცით როგორი მოგონება მაქვს, სხვა მოგონებებიც მაქვს, მაგრამ ეს მოგონება მაქვს ვართ დიდ ეზოში, სკოლის ეზოში. არის უზარმაზარი მინდორი სამეგრელოში, თუ ხართ დაკვირვებული, ძირითადად სახლებშიც კი ძალიან დიდი მინდორი არის და დიდი სივრცე არის, სანამ მიხვალ სახლამდე და სკოლაში განსაკუთრებით ძალიან დიდი მინდორი და აქ ბავშვები ვთამაშობდით, ვისი სული გსურს. მე როგორც მახსოვს, არ ვიცი ზუსტად, იმედი მაქვს, რომ არ მეშლება. ჩემი დამრიგებელი იყო ნატო, რომელიც ძალიან მიყვარდა, რომლისგანაც მე ძალიან გამიმართლა, ისე მინდა გითხრათ, რატომღაც, აი ესე ყოველგვარი სიტყვების გარეშე ვგრძნობდი, აი ყოველგვარი ამ სიტყვების გარეშე, აი მე შენ მიყვარ ხარ და მე შენ ესეთი ხარ და ქების და გამდიდების და რაღაცა თავზე ხელის გადასმის გარეშე, მასწავლებლებისგან, ვინც კი ცხოვრებაში მასწავლებელი მყოლია, ყოველთვის მათგან მიგრძნია სიყვარული. უთქმელი, უსიტყვო, უყველაფრო, აი ეს დამოკიდებულება, რაც ეს ენერგია, რაც მათგან მოდიოდა, სითბო. აი სახელი შემიძლია დავარქვა, ეს იყო სითბო, რომელიც აი შენ რო რაღაცაში დარწმუნებული არ ხარ, ბავშვი ხარ და არ ხარ რაღაცაში დარწმუნებული, თითქოს იქ ხარ, სადაც უნდა იყო, მაგრამ შენ სხვაგან ხარ. და მათი ეს დროული რაღაცა სიტყვა შეხსენება, დაძახებაც კი, როგორ დაგიძახებს, ან როგორ დაგისვამს კითხვას და თითქოს ხანდახან გრძნობ კიდეც, რომ აი ამ სიტყვებში ზუსტად ჩაქსოვილი არის გრძნობა და აი ამაში გამიმართლა და რას ვამბობდი, გადავედი სხვაგან, მაგრამ მასწავლებლების როლი და მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში მინდა რომ აუცილებლად აღვნიშნო. მახსოვს ნატო მასწავლებელი და თუ არ ვცდები, ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდა და მე მგონი ამ ნატო მასწავლებლის მამაც იყო მასწავლებელი. თუ არ ვცდები, ესე მახსოვს რატომღაც, რომ ეს კაცი იყო მასწავლებელი, სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ მახსოვს, რომ იყო ფიზკულტურის მასწავლებელი და ეზოში დავმივარ და ეს მოგონება მაქვს მე. ვხედავ იმ ბავშვებს, სახელებით, სახეებით, რა აცვიათ. აი, ესეთი მოგონებები ძალიან ცოტაა. მოგონებასაც ვერ ვარქმევ, თითქოს აი დროში ვბრუნდები, თითქოს რაღაცა სხვა რაღაცა მერთვება და ვბრუნდები იმ დღეს, იმ ეზოში, როგორი ხმები იყო, როგორ დავსდევდით ერთმანეთს, შენ ეს ვისი სული გსურს თამაშობდით და მერე როგორ დავბოდით გასწრობანა, ვინ დაასწრებს, ვინ მერე ბურთს თამაშობდით და ეს დღე ისე მახსოვს. როგორი ჟრიამული იყო და ეს იყო ჩემთვის, იცით, რატომ იყო ესეთი დასამახსოვრებელი, მე ხა მომდის ესეთი აზრები, რომ ჩემთვის ეს იყო, იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან
წყნარი, როგორ გითხრათ, აი უთქმელი არ საუბრობდი, უბრალოდ ვიყავი სადაც ვიყავი და მონაწილეობდი, იმიტომ რომ აი ესეთი გარემო შემექმნა. მე მოვხვდი ამ გარემოში და მე მივყვებოდი უბრალოდ რაღაცა იმ როლს ვასრულებდი, რომელშიც ვიყავი. მაგრამ იყო ხანდახან ისეთი მომენტები, როდესაც მე გამოვდიოდი ამ ჩემი მდგომარეობიდან და ვიხსნებოდი და ეს ისე დამამახსოვრდა, რომ იმ დღეს მე ვიყავი სრულიად თავისუფალი, მე ვიყავი ბედნიერი, მე ვაკეთებდი სხვა ბავშვებივით თითქოს მეც მქონდა ეს ფრთები და მეც ვიყავი მხიარული. ეს ძალიან კარგად მახსოვს ხო და აი ეს მოგონებები ისე ცოცხლდება და ისე აბრუნებს ადამიანში იმ სიკეთეს, რომ შეუძლებელია უბრალოდ რომ დაკარგო შენი თავი. აი ესე ვხედავ დღევანდელ დღეს 5 წლის წინ რა იყო, სხვა ქვეყანაში რო ცხოვრობდი, იქ ვინ ვიყავი. ყველა ეპიზოდს რაღაცა მონაკვეთს, გარდამტეხი მონაკვეთები რაც იყო, ზრდის პროცესი, მე ესე ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში არის ეს ზრდის პროცესი და არ არის შეიძლება გამოიყურებოდეს ჯერჯერობით და ზოგიერთმა ადამიანებმაც შეიძლება რომ ჩათვალონ, რადგან ანუ გარეგნულად რაღაცები გამოიყურება თითქოს ეს არის ან სტაგნაცია, ან უკუსვა, ან რაღაცა, მაგრამ რეალურად მე ვიცი შინაგანად რა ხდება ჩემში და ყველა ეპიზოდი იყო ჩემი რაღაცა ნახტომები, რომლებმაც კი არ დამაშორეს საკუთარ თავთან მიუხედავად იმისა, რომ მე მეცვლებოდა შეხედულება, მე მიმყარდებოდა რაღაცაზე აზრი, რომ მე ასე ვთქვათ, ჩემს დამოკიდებულებებს ვაანალიზებდი. სამყაროს მიმართ, ადამიანების მიმართ, კონკრეტული შემთხვევის დროს, კონკრეტულ ადამიანთან. და აი ზუსტად ესე კადრებად მოგონებასაც ვერ ვარქმე, ვიცით მოგონება ხო უმშვენიერესია, მაგრამ თითქოს ეს არის ჩემი რაღაცა კავშირები საკუთარ თავთან. რაღაც კავშირები, რომელსაც ვერანაირად ვერ გავუშვებ. ვერ გავუშვებს თუ სადმე გაწყდა, მაშინ თითქოს აღარ იქნება. თითქოს მე უკვე სხვა ვიქნები. არ უნდა გაწყდეს. შეიძლება რომ დაგავიწყდეს ეს კავშირი, შეიძლება რომ რაღაც მომენტში დაიკარგოს, მეხსიერებიდან ამოგივარდეს, ძალიან ბევრი სტრესი, ძალიან ბევრი რაღაცა გამოცდილებები, ძალიან ესად რთული ემოციური ფონი. მაგრამ აი ახლა, როდესაც უკვე ვიდეო ჩაწერილი მაქვს, ამ ვიდეოს წერ ვიდეო დღიური, ესე დავარქვი, ჩემს მესიაკონის არხისთვის, რომელიც ესე მიტოვებული მყავს. ხო და მოვაკითხე დღეს ამ ვიდეოთი. ბავშვები დავაძინე და მინდოდა რომ ეს ყოფილიყო არა ხელოვნური, არამედ როცა მე რაღაცნაირად მომინდებოდა და ეხლა რა თქმა უნდა ესე ხალათში რაღაცა დაღლილი და კანცული დღეს მთელი ეზო დავალაგე და ყავა გავაკეთე ლატე კაპუჩინოს ვუღალატე კაპუჩინო ამოვაგდე კალორიულობის გამო, თუმცა არც ეს არის ნაკლები მე მგონი, მაგრამ ნაკლებად ტკბილია, რატომღაც ამირჩიე ეს და არციან ყავაზე მაინც არ ვიტყვი უარს, მე ესე ვფიქრობ, ოღონდ სხვანაირად ჩემებურად უნდა ვისწავლო და გავაკეთო. ხო, ეს ესე. ანუ იმის თქვა მინდა, რომ აბსოლუტურად არ ვიყავი მზად, აბსოლუტურად არც ვაპირებდი და გეგმაში კი რა აზრადაც არ მქონდა, რომ ჩამეწერა ეს ვიდეო, იმიტომ რომ დღეს მთლიანი დღის ვლოგი გავაკეთე უკვე და ახლა იტვირთება, მაგრამ უცებ შუქი რო ჩავაქრე და წავედი იქით ოთახისკენ, გავიფიქრე, რომ რაღაცები მოვიდა ჩემს აი მომაკითხეს ასე. მომაკითხეს აი ამ მოგონებებმა, ამ კადრებმა შემახსენეს, რომ იცი რა არ და შენ რა გონია მარტო ხარ? არა, ჩვენ აქ ვართ. შენ გონია რომ შენ დღეს
რაღაცისგან გული თუ გაქვს ნატკენი, ან რაღაც გინდა რომ რაღაცა გქონდეს ცხოვრებაში და ვერ ახერხებ, ან რაღაცას ვერ ახერხებ და გგონია რომ შენ ახლა მარტო ხარ და შენი ცხოვრება მარტო ეს არის. არა, უკაცრავად, ჩვენ აქ ვართ. აი ეს. აი სკოლის ეზოში, იმ სახლის ეზოში, აი იმ ადამიანებთან, აი სკოლაში, აი სხვა ქვეყანაში რო იყავი, აი ეს ადამიანები, რომლებმაც გაჩვენეს ძალიან ლამაზი დღეები, საჩუქრები, შენთან ერთად გატარებული დრო, ის სიყვარული უპირობო, რომელიც არც კი იცი რითი დაიმსახურე მათგან. კი მოხდა ცხოვრებაში ისე რომ აი ეს ყველაფერი შეიძლება რომ ერთმა რაღაცა მოვლენამ უცებ გააშეშა, არ ვიცი, გაიყინა ყველაფერი და შენ დარჩი აი ამ სიცივეში და დაივიწყე, მაგრამ უცებ უეცრად მოგაკითხეს და გითხრეს, შენ არა ხარ მარტო ის, რასაც ახლა გრძნობ და ხედავ. შენ ისიც ხარ, რაც მივიწყებული გაქვს. შენ ისიც ხარ, რაც მიტოვებული გაქვს. შენ ისიც ხარ, ვინც იყავი ადრე, ვინც იყავი იმის მერე და აქამდე ვინც იყავი და ხვალ ვინც გინდა იყო და თქვენ ყველანი ხართ შენ. არ ვიცი, იმედი მაქვს რომ არ ვიცი როგორ აგიხსნათ ეს სიტყვები თავისთავად რაღაცნაირად მოდის ჩემთან და ვცდილობ რომ ძალიან დეტალურად გითხრათ ეს როგორი შეგრძნება არის და დაგიხატოთ. აი ჩემი მოსმენის დროს რო გონებაში თქვენი ინტერპრეტაცია მოხდეს, რომ რას ვგულისხმობ. კი არ ვგულისხმობ, პირდაპირ ვამბობ, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც მე შეიძლება რომ მჭირდებოდეს ერთი ხელისკვრა, მჭირდებოდეს ერთი წიხლისკვრაც კი, და მჭირდებოდეს რომ რაღაცას უცებ მივეყნო, აი თავბრუ რომ დამეხველა, ან უბრალოდ ჩასუნ თქვისთვის თუ არ მეყოფა რაღაცა წამი, რომელიც დამეკარგა, სანამ ვფიქრობდი, სანამ სხვის ომში ვიბრძოდი, სანამ სხვის გასავლელს გავდიოდი, სანამ სხვის როლში ვიყავი. ანამდე ესე მოდიან და გეუბნებიან, გამარჯობა, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ ის, ვინც შენ იყავი და ვისი ნაწილიც ვართ და ჩვენ ვართ ერთიანობა და შენ არა ხარ მარტო დღეს და შენ არა ხარ ის ვინც ხარ აი ამ მომენტში რასაც გრძნობ, მხოლოდ ეს არ ხარ, შენ ხარ ძალიან ბევრი განვლილი შენი ეტაპები და ის რაც შენ გახდი ამ ყველაფრის შემდეგ და ხვალინდელი დღე სულაც არ იქნება ისეთი რომ შენ შეგრძყვეს. სულაც არ იქნება ისეთი, რომ შენ სადმე თავი ვერ აწიო, რომ შენ სადმე გაჩუნდე, იმიტომ რომ სათქმელი არ გაქვს, ან იმიტომ რომ მე ერთადერთი რის გამოც შეიძლება გავჩუნდე, როგორც გითხარით, ბავშვობაში მქონდა ეს და დღემდე მომყვება, რომ პატივი ვცე სხვა ადამიანის უფლებას იყოს დამალული მისი რეალური რამე. რისი გაჟღერებაც არ უნდა რაღაცა, გამონაკლისი შემთხვევები არის, როდესაც ძალიან რადიკალურად ახდენს ჩემზე გავლენას რაღაცა და მე სრული უფლება მაქვს რომ ვისაუბრო. თუნდაც რაიმე მოგონება გავიხსენო და ჩემი ცხოვრების რაღაცა რომ მოვყვე, რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში მარტო არ დავდიოდი, ხო, აქამდე მარტო არ ვიყავი სულ და მომიწევს ხან შვილზე ვიტყვი რაღაცას ხანის, მაგრამ აქ არის მთავარი სინდისი. და ხანდახან, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც არ გინდა რაღაც წყისი რეალობის, ამ რეალობაში ესე გადმოტანა და ადამიანებს ესე გადაუშალო ხელის გული და წააკითხო, მაგრამ მე მას ვახერხებ ისე რომ მხოლოდ ჩემს თავში ჩავეტიო და ჩემი საზღვრები დავიცვა და რაც არ უნდა ღირსი იყოს ადამიანი ვინმე არ შევეხები და მისი ცხოვრება თითოეულმა ადამიანმა თუ კი ვინმე შემხვედრია და რაღაცა თავისი როლი სხვანაირი იყო ჩემს ცხოვრებაში და ჩემი როლი მათ მიმართ სხვანაირი იყო ეს ჩემი პრობლემაა და მათი პრობლემები კიდევ მათი არის. ამიტომ აი ესე შემახსენეს დღეს ჩემმა
განვლილმა მე დღეებმა და მოგონებებმა და იმან ვინც ვიყავი ბავშვობაში, ვინც ვიყავი მე და როგორ მოვედი აქამდე. მადლობელი ვარ ღმერთის. იცით რატომ ვარ მადლობელი? იმიტომ რომ გიფიცებით არასოდეს არ მქონია. როგორ გამჭირვებია მარტოც ყოფილვარ ფულიც არ მქონია საჭმელიც ისეთი დღეც მქონია მარტო როცა ვიყავი ახლა ბავშვები როცა არიან ახლა რა თქმა უნდა ცოტა სხვა რაღაცას გულისხმობ ანუ სხვა რამეს გულისხმობ როცა ვიყავი სრულიად მარტო არ მქონდა ვალდებულებები არავის მიმართ ბავშვები არ მყავდა და ცხოვრობდი ჩემთვის ვშაობდი მივდიოდი სამსახურში მოვდიოდი რაღაცა ანუ არ მქონდა ბოროტი ფიქრები რომ აი მეს მინდა და მას ნებისმიერ ფასად ვიშოვი აი მეს მინდა და არ მშურდა არავისი მე ვხედავდი ჩემზე ბედნიერ გოგოებს ჩემზე ლამაზებს კარგად ჩაცმულებს ვხედავდი იმათ ვისაც თუნდაც ოცნებას უსრულებდა მამა ვხედავდი ძალიან ბევრ თქვა ზოგს ისეთი სამეგობრო ყავდა ერთად რო ისდებიან და ანუ ზოგს გაუმართლა რომ ყავდა ისეთი ძალიან ერთგული მეგობრები ძალიან ისეთი სანათესაო ერთმანეთის გვერდში დგომა და ყველაფერი მაგრამ მე ამ ყველაფერში არ დამიკარგავს ჩემი თავი ამისთვის ვარ მადლობელი და მადლობელი რატომ იმიტომ რომ ეს ალბათ ეს ჩემი გონება თუ სული არ ვიცი ეს ერთიანობა რაც არასოდეს არ მიბიძგებდა არც კი მაფიქრებინებდა რომ მე ჩემი შესაძლებლობა ან გარეგნობა ან სიტყვა ან რაღაცა გამომეყენებინა რაღაცის მოსაპოვებლად მაგრამ ამავე დროს ჩემი თავის დასაკარგად და ყველაფრის რაც მომცა ღმერთმა ახლა ვხვდები რომ ეს ყველაფერი ტყუილად საერთოდ არ ყოფილა ეს იყო ჩემი გამოცდა იმიტომაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე როგორც მოხდა თუნდაც ის რომ მე დავრჩი უნივერსიტეტის გარეთ ჩემი ოცნება იყო ეს ჩემი ოცნება იყო რომ მე მესწავლა და მე ძალიან მინდოდა რომ იცით რა მინდოდა ყველაზე მეტად განა ის რომ რა ვიღაცა გავხდეთ და მაგარი ტიპი არასოდეს მე მინდოდა რომ ჭკვიან ადამიანებთან მე მეგობრა მე მინდოდა რომ აი ძალიან ჭკვიანი ადამიანები რო არიან რაღაცებს რომ აკეთებენ მე გიზიარებენ მე შენ უსმენ სწავლობ აი ეს პროცესი მინდოდა და ამით ისეთი შთაგონებული ვიყავი მაგრამ რატომღაც დაემთხვა ისეთი მომენტი მე ვიყავი მაშინ ძალიან სუსტად ფიზიკურად მორალურად ფსიქოლოგიურად იმიტომ რომ ბოლო წლები განსაკუთრებით იყო ის რომ დანაკარგი ეს მშობლების რაღაცა დაშორება ოღონდ მარტო ეს არა ყველაფერი აი არ მინდა მაგის მოყოლა უბრალოდ ამ ყველაფერმა მე შემასუსტა ძალიან მე საკუთარ ძალებს ვეღარ გრძნობდი ვერც იმ უნარებს ვიყენებდი სათანადოდ და პლუს ამას ვიყავი ძალიან მშვიდი, უთქმელი, თუ რამე მაწუხებდა, ანუ შანსი არ მქონდა რომ ვინმესთვის მეთხოვა დახმარება, რომ მივსულიყავი და მეთქვა, იცით რა, მე მინდა ვისწავლო. იცით რა, მე არ მინდა რომ ქუჩაში დავრჩე. ანუ, ნუ გამაგდებთ. ნუ წამართმევთ ამ საშუალებას. მე ამას ვერასოდეს ვერავის ვერ ვეტყოდი. ვერც ვერავის ვერ ვთხოვდი, რომ იცით რა, არ ვიცი, ახლა რომ ყოფილიყო ეს, ახლა რომ ყოფილიყო და მე მქონოდა შესაძლებლობა მოვიდოდი და ვეტყოდი ადამიანებს, რომ იცით, დამეხმარეთ, იმიტომ რომ მე მინდა სწავლა. მაინც და მაინც იმისთვის, რომ ისწავლო, არ არის აუცილებელი, რომ იყო გენია, ხო? და რაღაცები სუზეპირად იცოდე, ანუ შენი საქმე რაც გინდა ის უნდა ისწავლო, ის რაც შენი არის, შინაგანად, შენი მოწოდება არის, შენი მისია არის ამ ცხოვრებაში და შენ ამას მთელი არსებით გრძნობ. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ იმ პერიოდში მე არავის არ ვთხოვდი დახმარებას და მე ამ მოვლენამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ და აირია ყველაფერი. იმიტომ რომ მე დავკარგე რწმენა. ადამიანი
რომელიც მადლობა ღმერთს ეს დროებითი იყო, რა თქმა უნდა. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მე მაინც მადლობელი ვარ, რომ არ ავწდი გზას და მთლად რაღაცა არასოდეს არ მიკადრებია ჩემი თავისთვის. მადლობა ღმერთს, თუმცა ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და მე არავის არ გამსჯი, მე მესმის, ვის როგორ შეუძლია ისე გადარჩება, მაგრამ მე შეცდომები დავუშვი, თუმცა უხირსი რაღაცებისკენ სწრაფვა, ან ის რა ეხა დამესაჯა მე ვიღაცა, რომ გააბრაზებულიყავი და იცი რა მაინც არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში, გამიგია ძალიან ბევრჯერ, რომ აი დასაკარგი არაფერი მაქვს და ეგ განცდა არასოდეს არ მქონია მაინც, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, არა. ეს არ მქონია და ამან ალბათ გადამარჩინა, მაინც იყო ჩემში რაღაც, რაც არ ჩაქრა, რაც შიგნიდან ენთო. და ამან არ მომცა საშუალება, რომ ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც ჩემთვის იქნებოდა ძალიან დამღუპველი. კი, ბევრი რაღაც როდესაც შენს გვერდით ისეთი ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც არ არის შენთვის, რომლისთვისაც შენ სულ სხვა სამყარო ხარ და საერთოდ ვერც გხედავს, ის ზედაპირულად გხედავს, მისთვის შენ ხარ, მას მოსწონს შენი სილამაზე, მოსწონს როგორ ხუმრობ, როგორ მღერი, როგორი მზრუნველი ხარ ოჯახში, ამ შემთხვევაში მე ჩემს ოჯახს გულისხმობ პირველს, რომელიც ქორწინებას, სადაც რაც კარგი იყო, იმას ვამბობ ახლა და დანარჩენს არაფერს, იმიტომ რომ მაგის მოყოლა არ აქვს, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ როცა შენს გვერდით ისეთი ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც ვერ გრძნობს შენს გრძნობებს, შენს ემოციებს, მან არ იცის შენი ბავშვობა, ჩემთვის ეს არის ძალიან როგორ გითხრათ, მნიშვნელოვანი, რომ როცა მე ვინმეს გავიცნობ, როცა ვინმე სიყვარულს ეხმას აიმაღლებს, რომ ეს უნდა იყოს ადამიანს უნდა აინტერესებდეს შენი ბავშვობა, შენი ოცნებები, შენი ინტერესები, შენ როგორიც ხარ სინამდვილეში, შენი ნამდვილი მე. აი ეს უნდა იყოს მისთვის საამაყო, მისთვის უნდა იყოს ეს ძალიან სათუთი, რომელსაც ისე მომფრთხილდება და გაგრძნობინოს, რომ ზუსტად აი იმის გამო უყვარ ხარ, როგორიც ხარ. მთლიანად. ხო, როცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, არის უბრალოდ ძალიან ბევრი ცხოვრობს ესე, კი იცით, ძალიან ბევრი ოჯახები ცხოვრობენ ესე, პარტნიორული ცხოვრება, როგორც კი არა, შეიძლება უდიდესი სიყვარული არ შეგვდეს, მაგრამ პარტნიორი გყავდეს და ასე შემდეგ. კი ბატონო, მე ვერ პოულობ მანდ ჩემს თავს. ამიტომაც რაღაც დროის მერე, როცა დავწმუნდი, რომ მე აქ ვერაფერს ვერ ავაშენებდი და უბრალოდ უნდა გამეწირა ჩემი თავი და უნდა ყოფილიყავი უბედური, სულ ესეც ვცადე და ისეც და როცა ხო. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ჩემი შვილები და ჩემი შვილების ამ სამყაროში მოვლენებამ მომცა ძალიან დიდი ძალა, გააღვიძა ჩემში ეს ენერგია, კიდევ უფრო დიდი ძალა. და აქამდე ესე მოვედი ისეთი მდუმარების და ისეთი დაფიქრების პერიოდი მაქვს. ალბათ ცხოვრებაში რაღაცები რომ არ გააკეთე, დღეს მაინც გიწევს. ვერაფერს ვერ გაიქცევი. შენში თუ რაღაცა არის დასამუშავებელი შენს ტრავმებს, რასაც ეძახიან და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორ უნდა დავარქვათ, ეს ტრავმა არის ჩემთვის ტკივილი. ხო, იგივეა ალბათ, ხო? აი ამ ტკივილების გარდაქმნა ამ ცხოვრებაში რაღაცა
წაკითხვა მტკივილების, აი აქედან დაიწყო, აი ისე მოხდა და ეხლა რა ვქნათ. და ამ ყველაფერს შეისწავლი, გაითავისებ და შეეგუები, რომ ეს უკვე მოხდა, ეს ახლა არ ხდება, ეს მოხდა და დატოვებ თავის ადგილას და ამას რომ ვერ ვაკეთებთ, მაშინ ხდება ის, რომ ისევ მოდის ჩვენს ცხოვრებაში რაღაცა, რაც გვტკენს, რაღაცა და ბოლოს გეუბნება, რომ იცი რა, იმიტომ გტკივა, რომ შენ ტკივილს არ აგვიდგებ, იმიტომ გტკივა, რომ შენ არ ეძებ. შენ უბრალოდ ფიქრობ, არ მატკინოთ, არ მომექცეთ ესე, არა. შენს ტკივილს არ აგვიждები, არ უყურებ. ამას მეუბნება ჩემი თავი ესე. დგას ჩემს წინ და მეუბნება, იცი რა დაფიქრდი, რატომ გტკივა. ვინმე თუ ცუდად იქცევა, შენ რატომ გტკივა? იმიტომ რომ შენ გექცევა ხომ? რეალურად შენ არავინ არ გექცევა. რეალურად შენ რაც უფრო ცუდად გექცევიან, უფრო კარგ ადამიანად მიგიჩნევენ. კარგ ადამიანად რომ მიგიჩნევს და თვითონ რომ ვერ მიიჩნევს თავის თავს, უნდა რომ შენ გატკინოს, რომ როგორმე შენც გახდე რაღაცნაირად წახვიდე მის ტალღას შეუერთდე. ეს არ ხდება. ხანდახან ალბათ ხდება ჩემს შემთხვევაში, მე ვარ აფეთქება, მე ვარ ძალიან პირდაპირი, ძალიან უხეში, ყველაფერს ვეტყვი ადამიანს. გამორიცხულია, რამე დავტოვო, როდესაც მე თუ კი მთელი ცხოვრება ვფიქრობ, ვაანალიზებ, ვცდილობ, რომ ჩემი თავისუფლება შემეძლოს და ეს არის ჩემი თავისუფლება, რომ ყველაფრის ნება არ მივცე ჩემს თავს, რაც შემთთვის მიუღებელია, ან რაც სხვა ადამიანს რომ დავუშავო. ამ დროს უბრალოდ სხვადასხვა ეს დღეები დავდივარ და ვფიქრობ, რომ მოვიდა და დადგა ეს დრო, როგორც იქნა, აი დილით რო ჩავწერე ვლოგი, დილით რო გავიღვიძე, გამოვედი გარეთ რაღაცა ცივი წყლით დავიბანე პირი და ვიდექი ესე ვიღებდი ვიდეოს და უცებ გამეფიქრა, რომ თავს ვგრძნობ, როგორც თან გავახმოვანე ეს, თავს ვგრძნობ, როგორც გამხდარი მეთქი. ამ სიგამხდრეში რაღაც გამხდარი ადამიანი კი არ ვიგულისხმე ჩემი ძველი თავი, რომელიც ცოტა შეივსო, რაღაცა ჯავშანი შემოისხა ესა ყველაფერი, რომ დაეცვა თავისი თავი, ხო ხვდებით, ანუ რას გულისხმობ ადამიანი, რომ ეს უკვე ცნობილი არის ყველასთვის, რომ როცა ადამიანი წონაში იმატებს, ეს არ არის მხოლოდ თქვათ კვების პრობლემა და რაღაცა, ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა და შენი თავი ასე გიცავს იმ დარტყმებისგან, რომელსაც შენი სუსტი სხეული ვერ აიტანს. ამას მეტი გავრცობა და მეტი ცოდნა და ინფორმაციის ფლობა სჭირდება, ამიტომ მე არ გავშლი ამ თემას, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი იმას, რომ თუ რაღაცა გვემართება ჩვენ, თუნდაც აგრესია, ესეც თავის დაცვა არის, როცა თავს გესხმის ვიღაცის სიყალბე, თუნდაც, ანუ მე რას გამოვყავარ წყობიდან, მაგას ვამბობ. წყობიდან გამოვყავარ სიყალბეს, როცა ადამიანი მე ვიცი სიმართლე. გამორიცხულია ეს, მე ყოველთვის ვიცი. მე თუ შეიძლება არ ვფლობდი რაღაცა მოვლენის დეტალებს, მაგრამ მე ვგრძნობ ჩემი შეგრძნების იმდენად, ჯერა მე ვიცი, ვუყურებ ადამიანს და მე ვგრძნობ და ვიცი, არის თუ არა ის მართალი, მართალში იგულისხმება, არის თუ არა ის გულსველი. და ეს არის ის, რაც იწვევს აგრესიას, ეს არის ჩემთვის თავდაცვის მექანიზმი, რომ არავინ არ იფიქროს, რომ მე ისე მომატყუებს, რომ მე ამას შევხვდე ღიმილით და თავი მოვაჩვენო, რომ კი დაგიჯერე. რა თქმა უნდა, გამვლელებთან შეიძლება ყველა სხვა არ გაიკიდები, მაგრამ როცა ეს ხდება შენთვის მნიშვნელოვან ადამიანის მხრიდან, ამ შემთხვევაში შენ არ გაქვს უფლება. მან უნდა იცოდეს, რომ შენ ხარ გულწრფელი, თუნდაც გამოხატვის ეს ფორმა გქონდეს, არა სასიამოვნო ვიღაცისთვის. ვიღაცა სიამოვნებს მაგალითად, რომ საშინელებას აკეთებს და მიიღებს ისეთ სახეს პარალელურად, რომ თითქოს
მშვიდობის მტრედი იყოს და არა კუდიანი რაღაცა არსება. ხო, მაგრამ არა უშავს. ვფიქრობ თავდაცვის მიზნით ჯობია რომ მთელი ეს ემოცია ნეგატიური რაც გაუნდინარეობს იმისგან რომ რაღაცა გაგიკეთა ადამიანმა იმ მომენტში და თან არ გითხრა რომ ესეა შენ იცი რომ ესეა მაგრამ ის გეუბნება რომ არა შენ რასაც გრძნობ ეგრე არ არის თუ კი ადამიანი გეუბნებათ რომ შენ რასაც გრძნობ ეგრე არ არის შენ რასაც ამბობ ეგრე არ არის როცა 100%-ით იმანაც იცის და შენც იცი რომ ესე არის მაშინ უბრალოდ გაჩერდით წამი და მიხვდით იმას რომ ადამიანს აქვს საკუთარი თავის აღქმის პრობლემა და არა თქვენი აღქმის თქვენ ის ძალიან კარგად ხედავს თქვენს სიცოცხლის უნარიანობას ხედავს თქვენს სიმამაცეს ხედავს თქვენს გულწრფელობას რომ თქვენ ხართ ყველაზე მამაცი ადამიანი იმიტომ რომ თქვენ ამბობთ ყველაფერს რასაც ფიქრობთ და იმდენად მართალი ხარ შეცდომებიც რომ დაუშვა და რაღაცა შეცდომა დაუშვა შენი ეს გულწრფელობა ისეთ ემოციას ქმნის რომ უბრალოდ ამ სამყაროში შეუძლებელია ეს არ დაინახო ამიტომ იცოდეთ რომ გულანთებული ადამიანი რომელიც მთელი არსებით გესაუბრებად ეს არის მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში ეს აღარ განმეორდება ანუ ამ ადამიანის სახით როცა ის გაუჩინარდება თქვენი ცხოვრებიდან თქვენ იგივე ადამიანს ვეღარ შეხვდებით თქვენ შეხვდებით იმას რაც თქვენ თვითონ აირჩიეთ თქვენს თავში იმიტომ რომ ბევრი გამოცდის ბევრი რაღაცა დაბრკოლების მერე რომ მაინც იგივე აირჩიეთ თქვენს თავში თქვენი თავის არ მიღება და არ აღქმა და არ ასწავლო საკუთარ თავს საკუთარი თავის ფლობა ხო განჯისაგანი არ არის ეს რომ ყველა ადამიანი ისეთი იქნება როგორიც უნდა რომ იყოს და მეც ესე ვფიქრობ თავარია რომ ჩემთან არ იყოს ანუ მე თუ კი ახლა ჩემ მეგობარს აი ჩემ მეგობარი არის და მე თუ იმას არ ვუყვარვარ და ამას ვიფიქრებ ან მე თუ ვიფიქრებ რომ ჩემმა მეგობარმა ჩემმა კატომ რაღაცა მომატყუა იმიტომ რომ რაღაცა უნდა რომ ცუდად მაგშნობინოს თავი ან წარმოიდგინეთ აი ჩემთვის წარმოუდგენელია ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი და მაინც ცხოვრებაში აი ესეთი რამე თუ მოხდება მე აუცილებლად ვეტყვი რომ მე თავი ცუდად ვიქრძენი რომ მე ეს მეტკინა რომ მე ეს მეწყინა და ამის ხო თუნდაც რომ შორდებოდე ადამიანს მე მას აუცილებლად ვეტყვი რომ იცი რა ასე და ასე მოხდა ასე და ასეთი ფიქრები მაქვს ასეთი გამოცდილება მაქვს ასეთი რაღაცა მაქვს მე არ მინდა შენ გადკინო გული მაგრამ მე უნდა დავრჩე ჩემ სამყაროში და შენ სამყაროში აი ასე ამიტომ თუ კი მშვიდობები ვინმეს არასოდეს არ ვაკეთებ ბუნდოვნად არასოდეს რაღაცა გაურკვევლობის განცდა დაუტოვო ვინმეს არასოდეს უთქმელად ყველა სულიერ არსებას იმსახურებს თუ არა რამდენად მათკინა და დამიშავა მაინც ვეტყვის სიმართლეს ეს არის ჩემი საკუთარი მე რომელიც ეგ დგას და მიყურებს რას ვაკეთებ რას ვამბობ რას გრძნობ და რას ვახმოვანებ ეს არის მთელი არსებობის პროცესი ეს არის ცხოვრების შეგრძნება სიცოცხლის ყოველი სუნთქვის შეგრძნება და რამდენად როგორც ეს ჟანგბადი არის შენში როგორც გაძლევს საშუალებას რამდენად აძლევს შენს თავს საშუალებას რომ ისეთი იყოს როგორიც არის და მისცენება სადაც სათქმელია თქვას სადაც უნდა გაჩუნდეს სადაც უნდა ისწავლოს ჩემი აზრით აი ესეთი შთაგონება და ესეთი მომენტი მჭირდებოდა იმისთვის რომ მესაუბრა და მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცა გამოცდილება მივიღე
რასაც მე თვითონ არასოდეს არ ავირჩევდი, რომ ესე ყოფილიყო, რომელიღაცა ჩემმა მემ შეიძლება აირჩია რაღაცა მიიზიდა სიტყვაზე, რომ ესეთი გამოცდილება, მაგრამ მე ვფიქრობ, მე ის ვარ, ვინც ვიყავი ბავშვობაში, ვინც ვიყავი მე ყველა ეტაპზე და ახლაც და აი ხვალ ვინ ვიქნები, ისიც და ჩვენ გავერთიანდებით და მთელი ძალებით საინტერესოდ გავატარებთ ჩვენს დარჩენილ ცხოვრებას. ჩემი ვიდეო სუსტად იმის სათქმელად ჩავწერე. ეხლა ყველაფერი რასაც ვამბობ, როგორც ყვებოდი ხოლმე ჩემს აი ესე ემოციებს, ესე მივაყრიდი ხოლმე დღიურში, დავწერდი, ვიცოდი რომ ამას არავინ არ წაიკითხავდა, ახლა ვიცი რომ ვიღაცა მაინც მოისმენს, ორი ადამიანი მაინც მოისმენს და ვიცი რომ ის ორი ადამიანი თავიდან ბოლომდე მოისმენს მჯერა 100%-ით, არა მეტიც შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი-ორი ადამიანი რომ ზუსტად მოусმენს ჩემს ნათქვამს, მე რაც მოვყევით, რაც ეს მოყოლა არ არის ეს რაღაცა, არ ვიცი, საკუთარი არსიდან გამოსული ჩემი ემოციები არის და მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა. საბოლოოდ იმის თქვა მინდა, რომ მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე ყველა ეპიზოდები, ყველა პერიოდი, გარდამტეხები, სადღაც რაღაც რო იწყება და თითქოს დასრულდა და მერე ისევ იწყება ხალხსაც და მერე ისევ სრულდება და მერე ისევ და რაღაცა დააყოფილი არის ეტაპებად და ეს ყველაფერი არ უნდა დაგავიწყდეს. ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს შენში, დაალაგდეს და ასე იქმნება პიროვნება. საკუთარი თავის მთლიანობა. დაბადებიდან სანამ ცოცხალი ხარ. რომელიმე თუ გააქრე და მარტო ის დავრჩი, ხა მაგალითად დღის საღამოს მე აი ეს დღეები, ეს ერთი თვე, რასაც მე ვფიქრობდი, რომ აი ვეძებ ჩემს თავში, მე პირველ რიგში მე ვეძებ, გამუდმებით ვეძებ და ძიებაში ვარ საკუთარ თავში, ვეძებ ძალას, ენერგიას, რწმენას, ვეძებ ყველაფერს, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ მე გავიგო ვინ ვარ, საიდან ვარ, რა მინდა. ძალიან კარგი საღამო არის და მიხარია, ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა მომინდა ისე საუბარი, როგორც მე მიყვარს ხოლმე, როგორც მე ეს მჭირდება ძალიან. და თუ ვინმე მოусმენს და ვიცი რომ მოусმენს და ვინმე ექნება განცდა, რომ რაღაც თავისი მოისმინა და რაღაც თავისი დაინახა და მისი ინტერპრეტაცია მოხდება პარალელურად. მისი სამყარო ჩაირთვება, მასშიც აენთება რაღაც. უბრალოდ რაც ენთო, ის უფრო მეტად აენთება და იპოვის საკუთარ თავთან იმ კავშირებს, რომელიც მივიწყებული ქონდა ან დაკარგული ქონდა. ჩემი ბავშვობის ოცნება. რომ მე სანამ ვლაპარაკობდი, ეს ცხელი ყავას უგაცივდა, ძალიან ცივა. ჩემი ბავშვობის ოცნება. არა, მქონდა საკმაოდ ისეთი ოცნებები, მაგრამ ძალიან წარმომედგინა, რომ ძალიან ჭკვიან ადამიანებს ვესაუბრები, ვუსმენ, ისინი რაღაცას მიყვებიან, ძალიან მინდოდა, რომ ასეთ ადამიანებთან ყოფილიყავი და მათთვის მომესმინა, მათთან ერთად რამე მესწავლა. ვფიქრობ ნეტავ მაშინ რომ მქონოდა ჩემი არხი, ეს ინტერნეტი, ტელეფონი, ესე მობილურის კამერას ჩავრთავდი და მოვყვებოდი იმ მომენტში და იქნებ რამე იქნა, იქნებ რაღაცა აზრი და ესე წარმოიდგენ რა იქნებოდა მაშინ. მაგრამ ახლა ხომ არის ეს ყველაფერი. ახლა ხომ არის. ამიტომ არ თქვა თუ არის იმაზე, რაც გინდათ.
არ თქვათ. ეძებეთ თქვენი თავი. ყველგან და ყველაფერში რისკენაც გაქვთ, ასე ვთქვათ, გული მიგდით. ყველაფერი ძალიან საინტერესო. მისიაკონი, წავედი. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მომისმინეთ. და გისურვებთ, რომ თქვენი თავი ყოველთვის თქვენთან იყოს და იხსნოთ თქვენი არსებობის მნიშვნელობა და საკუთარი თავის სიყვარული. და ვერავინ ვერ წაგართმევთ იმას, რაც არის თქვენი სული. ვერავინ. მადლობა.